ამის შემდეგ დამრჩება მხოლოდ კიდე ერთი დიდი ფერმა. ოკეი. მეგობრებო, მოგესალმებით, გუთემარ საბადა არხიგაპტიჩი 123. და დღეს მეგობრებო, მე იგი როგორც სულ დავდივარ ჩემს, ასე ვთქვათ, ფერმების სამუშაოზე. Так, პრინციპში ეს ფერმა გავაკეთე, ის ფერმა არ მაქვს დღეს გასაკეთებელი, მაგიტომ ეგრევე მივბივარ აი ამ დიდ ფერმაზე. ხო, მეგობრებო, დღეს მე მაქვს გასაკეთებელი მხოლოდ ჩემი ფერმა და ეს დიდი ფერმა. მაგიტომ მოით ახლა გავაკეთოთ. აჰა. ეს მეგობრებო რა არის შეხედეთ. რა სიმახინჯეთ გასაკა? მეგობრებო, უბრალოდ არა, ჩემთვის სასაკველი არ არის თავარი, მაგრამ უბრალოდ სოფლის ექსტერიერში არ შედის ეს რა არის. так, მეგობრებო, რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. დაეხმარეთ ბიბლიოთეკას. რა? ბიბლიოთეკა? რეალურად მეგობრებო, ბიბლიოთეკას გავს მამ. რატო არის ასეთი მახინჯი და განადგურებული? так, stop, დაეხმარეთ ბიბლიოთეკას. ვისაც არ გეზარებათ რა? თუ შეიძლება გაასუფთავეთ და მოიყვანეთ წესრიგში. მეგობრებო, რაღაც ვერაფერი, სულ მეგობრებო, ყოველ დღე, როგორც თქვენ ხვდებით, ყოველ დღე ჩემს სოფელში რაღაც ახალი ხდება. არ არსებობს, ერთი დღე მაინც რაღაც უცნაურობა არ მოხდეს. რა არის ესა? ვისაც არ გეზარებათო, მოიყვანოთ წესრიგში ეს ბიბლიოთეკა. მეგობრებო, ბიბლიოთეკა გავს მხოლოდ ინტერიერით, ისიც შეხედეთ რა იატაკია. ეს მგონი თითქოს აქ თვითონ ბიბლიოთეკის მთავარი უნდა იდგეს. так, stop, მეგობრებო, ვისაც არ ეზარებაო, გაასუფთავეთ და მოიყვანოთ წესრიგშიო. მეგობრებო, მე სიამოვნებაში გითხრათ, არ მინდა რომ ასეთი მახინჯობა იდგეს ჩვენს სოფელს, იმიტომ ჩვენი სოფლის ექსტერიერს აფუჭებს. კაი, პრინციპში მე ჩემი ფერმები. კაი, მეგობრებო, მოით დღეს ფერმებს არ გავაკეთებ მეც, ჩემი ფერმა გავაკეთე და თუ რამეა მერმა შეიძლება რამოდენიმე ისუნრუდით ხელფასი დავამაკოს, მაგრამ არ მინდა მეგობრებო, ჩემთვის თავარია რომ ჩემი სოფელი ლამაზი იყოს. უფრო თავარია ვიდრე სამუშაო. სამუშაოც ესეგვენი თავარია, მაგრამ უფრო თავარია ვიდრე ასე ვთქვათ ჩემი სამუშაო. так, მოით მეგობრებო, კაი, როგორ დავეხმაროთ ახლა ამ საწყალ ბიბლიოთეკას? მე დავინახავ ძალიან ბევრი მიწა, მაგრამ ასევე დავინახე რომ შედგება ხისაგან. მაგიტომ მოით, კი რაც შესაძლებელია გამომადგეს, შესაძლებელია იქ რამე კობლსტოუნი ან ასეთი რაღაც ავიღოთ. მოით კიდე ერთხელ აბა დავაკვირდეთ ამ ბიბლიოთეკას და მივხვდე საერთოდ რას წარმოადგენს ეს ბიბლიოთეკა. აჰა. так, პრინციპში მე მჭირდება მუხის ხე, так, მიწა უნდა მოვაშორო 100%-იანი. так, და იატაკიც უნდა გავასუფთავო და ჭერი ქსე ისე მეგობრებო, სუფთაა, შეხედეთ, ჭერი სუფთაა. ოკეი, გამოის ჭერი არ მჭირდება. სადღაც ერთი სტაკი მუხის დამჭირდება. მეგობრებო, კაი, პრინციპში აქ ძალიან ბევრი მუხა იზრდება ჩვენთან. მაგიტომ მოით სადღაც უფრო ღრმად შევიდეთ, იმიტომ არ მინდა ჩემი სოფლის ექსტერიერი კიდე უფრო გავაფუჭო. სადმე მეგობრებო, თხათ აქ ასე, აი მეგობრებო, ნახეთ რა ლამაზია ჩემი სოფლის, ასე ვთქვათ, ექსტერიერი. შეხედე, რა ლამაზი მსოფლიო აქვს ჩემს იმას. так, აქ ლავა, так, ლავასთან მთლად უნდა ვიყო. აი მეგობრებო, შეხედე ამ თას რა ლამაზი მთა. კაი, პრინციპში ლავასთან ახლოს არ მივალ. მოით მეგობრებო, ახლა უფრო კარგია. მუხა, ასე ვთქვათ, დავკრიფოთ და გავალამაზოთ ის ბიბლიოთეკა, არ ვიცი რაღაცნაირად. წიგნების თაროები იქ არის, მაგრამ პრინციპში იატაკი არის გასასუფთავებელი, მაგიტომ ახალი წიგნის თაროები მჭირდება. ძალიან ბევრი რამ სჭირდება ამ ბიბლიოთეკას, სასაკვირველია. მე საერთოდ მეგობრებო, ისე პრინციპში ამ ბიბლიოთეკას საერთოდ თავიდანვე ავაშენებდი, მაგრამ ცოტა მეგობრებო მეზარება. მაგიტომ მოით უფრო კარგია იყოს როგორც არის, უბრალოდ გავალამაზებ ცოტა ამ ბიბლიოთეკას. ამაში მე პრობლემა არ მაქვს. პირიქით მეგობრებო, მე უარზე არ ვარ. так, კაია. მეგობრებო, შეხედეთ რა მხელა მუხა იზრდება და ცუდი ასაკელია მეგობრებო, რომ ასე უჭრია ამ სილამაზებს. მაგრამ რა ვქნა მეგობრებო, არ მინდა რომ ჩემს სოფელში ასეთი სიმახინჯე იყოს. так, რამდენი ხე გამოვიდა უკვე, რამდენი ხე გამოვიდა. მეგობრებო, შეხედეთ.
ერთი, ну მოით ბარი მეგობრებო 2 სტაკამდე გავაკეთოთ, მგონი 2 სტაკი მართლა ეყოფა ამ ბიბლიოთეკას, მეტი არც კი სჭირდება. თავარია მეგობრებო, მე ძალიან მინდა რომ ახლა რასაკვირველია ამოვიდეს მუხის ისინი. ნაყოფები, ვინაიდან მე მინდა თავიდან ჩავსვათ, აქ მოით მეგობრებო, ესეც აუცილებლად ოპ და ოპ. Так, აი 10 და როგორ აბა დავკრაპავთ ოპ. 2 სტაკი და 4 მუხა, აჰა მეგობრებო. ერთი უკვე ამოვიდა, მოით ჩავსვათ აი აქ, სადაც დიდი მუხა იყო. ვაშლიც ამომივიდა, ეს ძალიან კაია. და ეს მუხა სად იდგა? ну, მოით აქ დავდგათ ეს ისა. ნაყოფი შეიძლება ასეთივე დიდი მუხაც გაიზარდოს, ტაქს. კიდე ნაყოფები არ არის, რომ იმ ადგილებშიც ჩავსვათ. ტაქს, არა მეგობრებო, რაღაც ბევრი მეტი ნაყოფი არ არის. რაღაც მეგობრებო, ნაყოფები აღარ ამოდის. ну, ოკეი, კაი. და სადაა ახლა ჩემი სოფელი? ტაქს, ну, იქ არ არის პრინციპში, გამოდის, იქ იქნება, ხო? ну, ხო. კაი, მოით მეგობრებო, ახლა წავალ ისევ სოფელში. დავბრუნდები და რაღაცას მოუხერხებ ამ საწყალ ბიბლიოთეკას, იმიტომ მე მეგობრებო სოფელი მეცოდება ვიდრე ბიბლიოთეკა უფრო რასაკვირველია. აი მეგობრებო ჩემი სოფელიც. ტაქს, თავარია რომ ეს სიმახინჯე აღარ იყოს ჩვენ სოფელში და ცოტა გავალამოზე ეს ბიბლიოთეკა მოით ხედან ხეზე, ოპ. так, ოპ, ტაქს, თხელად, ოპ და ოპ. так, მე მოით ახლა გავალამოზეთ ეს ბიბლიოთეკა, რაც ოდელ ლოფათ არ მაქვს, მაგრამ არა უშავს. მოით ახლა მოვაშოროთ ეს მიწა. ტაქს, აჰა, ასე ოპ და ოპ. ასე. რასაკვირველია მეგობრებო, მუხა შესაძლებელია ისე კარგად არ გაალამაზებს, მაგრამ მუხა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხე არის. მინიკრაფტში, მაგიტომ ვიყენებ ზუსტად მუხას. მუხა მაგიტომ მეგობრებო ავირჩიე ჩემი სახლისათვისაც. так, მოით მეგობრებო, ახლა დავკრიბოთ ყველაფერი, რაც დაგვივარდა, ასე ვთქვათ. და მეგობრებო, ძალიან დიდი სჭირდება მოვლა, ასე ვთქვათ, ამ ბიბლიოთეკას. ტაქს, ასე. აუ მეგობრებო, მართლა ლოფათით უფრო კარგი იქნებოდა. так, ну, პრინციპში ესეც უკვე აღარ სჭირდება არავის, ვინაიდან უკვე მე ვასუფთავებ ამ ყველაფერს, მაგრამ მეგობრებო, ერთი კითხვა, აი, ჟიწენიკებს არ შეეძლოთ გაესუფთავებინათ? ერთი კითხვა მქონდეს. ну, კაი, პრინციპში მე არ ვარ უარზე გავანთავისუფლო, ასე ვთქვათ, ჩემი სოფელი ამ სიმახინჯისაგან. მეგობრებო, აი, ვინც დაარსა ეს ბიბლიოთეკა, არ ვიცი რას უზამ თუ შევხვდები უბრალოდ. მაწოლებს ტყუილად, ოკეი. მოით ახლა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და ძლივს მეგობრებო დავისვენებ ამის შემდეგ. ტაქს, მიდი, ოპ და ოპ. კაია და კაია. так, ასე. ტაქს და პრინციპში აი ეს ბოლო მიწა გარეგანი, ასე ვთქვათ, მდგომარეობით არა, ბოლო მიწა არ არის. ოკეი, არა უშავს. ასე და ასე და აუ მეგობრებო, აქ რამდენი მიწა. ოკეი, და კიდე ინტერიერიც არ უნდა, ასე ვთქვათ, დამავიწყდეს. წიგნის თაროები მომიწესო გავაფუჭო, ვინაიდან მათგან მიწა ხო უნდა ავიღო. მაგიტომ მეგობრებო, შეგეთ უკვე ღამდება და მე კიდე ამ ბიბლიოთეკას, ასე ვთქვათ, ვუვლი. ოკეი, მე კიდე მეგობრებო, აი დავარია მეგობრებო, პრინციპში რომ გავალამაზო ჩემი სოფელი. მაბრაზებს მეგობრებო უკვე ეს ბიბლიოთეკა. ტაქს. ისე მეგობრებო, ერთი კითხვა, პრინციპში ჩემს სოფელზე რა თუნდა ეხლა ბიბლიოთეკა, ანუ ვინ და რისთვის ააშენა ეს ბიბლიოთეკა? ანუ წიგნის თაროები კი მთავარია, ასაკურია, წიგნებიც ძალიან კაია, მაგრამ ბიბლიოთეკა მგონი ჩვენ სოფელს არც კი სჭირდებოდა, ოკეი. ინტერიერი, ექსტერიერი უკვე დავამთავრე, ოკეი, მოით ახლა წიგნის თაროების გატეხვას დავიწყებ ცოტათი, აი ასე. შეგეთ მეგობრებო, რამდენი წიგნი მივარდება. აუ მეგობრებო, კიდე უფრო მეტი მიწა მოსაშორებელია, რასაკვირველია. ну, კაი, პრინციპში უარზე არ ვარ. მოით დავიწყოთ ზუსტად აქედანაც და გავალამაზოთ. რაღაც მეგობრებო, ვერაფერი ვერ გავიგე. так, stop. ეს რა არის? так, stop. შეგეთ მეგობრებო, მე ვასუფთავებდი ახლა ბიბლიოთეკას.
და რაღაც სარდაფი ვნახე. ერთად მოით მეგობრებო, კიდე ცოტა ასე ვთქვათ გავალამაზოთ. ბიბლიოთეკა. Так, ну ცოტა. კაი მეგობრებო, მოით ახლა ცოტა ამ ბიბლიოთეკას შევეშვათ. ძალიან მაინტერესებს რაღაც ეს რა სარდაფია. Так, стоп. კირა ხელში. ფრთხილად. კირა ხელში. ფრთხილად. Так, მეგობრებო, რაღაც ერკინის კარი. რაღაც ძალიან არ მომწონს. ნაჯახი უფრო კარგია, ნაჯახით თუ რამეა, ბაუნ და всё. გავთიშავ ადამიანს. ფრთხილად და 3, 2 და 1 და რა? მოძედოთ. ჟიძელინკო ფერმერო და ეს რა არის? მოძედოთ ჟიძელინკო ფერმერო და რას შვები აქ? სად რა ხდება? ვერაფერს ვერ ვიგებ. ოსამა, შენ გამოდის ასუფთავებდი ხომ ამ ბიბლიოთეკას. ნუ მოკლედ რა უნდა მეთქვა. ეს მე დავარსე ეს ბიბლიოთეკა იმისათვის რომ მე ნახა ვინ გაასუფთავებდა ამ ბიბლიოთეკას, ანუ ვის აქვს უფრო თბილი და გულკეთილი გული, ასე ვთქვათ. მოკლედ გამოდის რომ შენ და შენ მიიღებ ამ ყველაფერს და ასევე რაც კი არის ამ ყუთში. ნუ ხო სამა ეს მე ავშე სპეციალურად რომ გამეგო ვინ გაასუფთავებდა და ვის ასე ვთქვათ არის დაერაზარებოდა ამ ბიბლიოთეკის გასუფთავება ჩვენი სოფლიდან, ასე ვთქვათ. ოგო, გამოდის, სტოპ, ფერმერო, გამოდის ეს შენ დაარსე ეს ბიბლიოთეკა სპეციალურად იმისათვის რომ გენახა ვინ ასე ვთქვათ გაასწორებდა ამ ბიბლიოთეკას, ანუ ვინ გაასუფთავებდა ამ მახინჯ ბიბლიოთეკას? ნუ გამოდის ასე სამა და შენ ისახურებ ამის გავასაჩუქარს, რაც კი არის აი ეს კედლები და იატაკები სურათებისაგან გაკეთებული და ასევე რაც კი არის განლაგებული ამ ყუთში. მოიცე ამ ყუთში და ფერმერო ჟიძელინკო, მადლობა დიდი. მეგობრებო, так, стоп. რასაც ხედავ მეგობრებო, მოდით. ოხ, მეგობრებო, ფერმერო ჟიძელინკო, დიდ მადლობას გიხდი. არც კი ვიცოდი რომ ასეთი შეიძლება ვთქვათ პატარა საქციელის გამო მე მივიღებდი ამდენ საჭიროს. გამოდის რომ ეს ყველაფერი ჩემია? კი სამა, რაც იატაკი და ჭერი, რაც კედლები და იატაკები და რაც ასევე ამ ყუთშია განლაგებული ყველაფერი შენია, იტო შენ იმსახურებ ამ საქციელით. მადლობა, დიდი, ფერმერო ჟიძელინკო, დიდ მადლობას გიხდი. ეს ძალიან მაგარი საჩუქარი ტაქსოფ. მეგობრებო, ისუმრუდები აუცილებლად ავიღოთ. ნუ კაი, პრინციპში ისუმრუდებს მე ავიღებ. დიდი მადლობა ფერმერო ჟიძელინკო, ეცოს ახლავე მოვალ. მეგობრებო, არც კი ველოდი რომ ასეთი პატარა საქციელის გამო მე მივიღებდი ამ წეს საჩუქარს. მოგეთ, ჩემი თავარი წესი, ასე ვთქვათ, თავარი წესი მთელი ცხოვრების მეგობრებო. სულ უნდა აკეთოთ კეთილი საქციელი. აი, როგორც თქვენ იცით, აი პატარა საქციელიც კი თქვენ დაგიბრუნდებათ სიკეთითა და გულთბილობით. მაგიტომ მეგობრებო, აუცილებლად ამ ცხოვრებაში უნდა გააკეთოთ მხოლოდ კეთილი, მხოლოდ კარგი საქციელი. უნდა დაეხმაროთ ყველა ადამიანს, როგორიც კი არ უნდა იყოს. ეს არის მეგობრებო მთავარი წესი ამ ცხოვრების. მე კი მეგობრებო, ახლა დაგემჩვევებით. მადლობა დიდი რომ უყურებდით ამ ვიდეოს ბოლოს. ვისაც მოიწონა ეს ვიდეო დაალაიქეთ. მე კი ახლა წავალ იმ ისურნუდებს ავიღებ. თქვენ კი მეგობრებო დაგემშვიდობებით. ნახვამდის. Так, ფერმერო ჟიძელინკო, ახლავე მოვდივარ შენთან.